მოგესალმები, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარსმენა დაქვეითებული, მინდა რომ ვიგავნიშნოთ. გრამატიკა ნენელავს ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. ესე იგი, მინდა ვისაუბროთ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მკითხულობთ ინტერნეტის სივრცეში ტაბულას. რომელიც ტაბულას აქვეყნებს დონალდ ტრამპის ინფორმაციით. და ის დონალდ ტრამპი ამბობს. ნაჩვენების სურათია, ეხლა გაჩვენებ. ესე იგი, დონალდ ტრამპი ამბობს, პუტინი ლამაზად ლაპარაკობს და მერე საღამოს ყველას ბომბავს. მაგრამ აქ პატარა პრობლემაა. ეს მე არ მომწონს. ეს ამბობს დონალდ ტრამპი. აი ამ სიტყვებს ყურადღებას რომ ვაკვირდებით, რასაც ამბობს დონალდ ტრამპი. ხო და ჩემი სტატუსით დავწერე და მომინდა რომ მეთქვა ასე ხმამაღლად. და ეხლა წაგიკითხავ ჩემი სტატუსი რა დავწერე. პუტინი თუ ლამაზად ლაპარაკობს და ის ბომბავს, მაშინ დონალდ ტრამპი რატომ არ შეუძლია პუტინის შეჩერება? როცა დონალდ ტრამპი თვითონ რწმუნდებათ, რომ პუტინი ლამაზად ლაპარაკობსო და თან ის ბომბავსო და არ მოწონსო, მაშინ რა გამოდის? შეძლებს პუტინის შეჩერებას? თუ იმას რას ვერ უმტკიცებ პუტინის დანაშაულს. აი ეს დავწერე სტატუსი. რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვები, როდესაც დონალდ ტრამპი ამბობს იმაში, რას განცხადება გააკეთა. რო ისა დონალდი ამბობს, პუტინი ლამაზად ლაპარაკობს და მერე საღამოს ყველას ბომბავს. მაგრამ აქ პატარა პრობლემაა. ეს მე არ მომწონსო. აი ისეთი რაღაცები ლაპარაკობს თვითონ დონალდ ტრამპი, რასაც იმჯელა. და აქედან გამომდინარე, ჩემი სტატუსი რაც დავწერე და ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობ დონალდ ტრამპი ჩემს კითხვაზე. ვუსვამთ დონალდ ტრამპს. პუტინი თუ ლამაზად ლაპარაკობს და ის ბომბავს. მაშინ დონალდ ტრამპი რატომ არ შეუძლია პუტინის შეჩერებას? როცა დონალდ ტრამპი თვითონ რწმუნდებათ, რომ პუტინი ლამაზად ლაპარაკობსო და თან ის ბომბავსო და არ მოწონსო, მაშინ რა გამოდის? შეძლებ პუტინის შეჩერებას? თუ იმას რას ვერ უმტკიცებს პუტინის დანაშაულს? აი ეგ მაინტერესებს, რა პასუხის გასცემდა დონალდ ტრამპი. მართლა ძალიან საინტერესოა. დღემდეც არ თავდება ეს მდგომარეობა. და ეს ლაპარაკში მიყვება ზუსტად ერთი და იმავეს იმეორება და რომ პუტინი ლამაზად ლაპარაკობსო. აი დონალდ ტრამპის შეფასების ახასიათებ, რომ აი პუტინი კარგი საუბრები იყო, მერე ეს რაღაც დეტალებში. ეხლა საბოლოოდ თქვა ეს დონალდ ტრამპი იძახის ლამაზად ლაპარაკობს და მერე საღამოს ყველა ბომბავსო. მაგრამ აქ პატარა პრობლემა, ეს მე არ მომწონსო. იძახის ეს თვითონ დონალდ ტრამპი. რა სიგიჟეა რა? და ჩემი სტატუსი იმ ხელა დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ეს დავწერე ჩემი სტატუსი, რასაც თქვი, ძალიან მაინტერესებს, როგორ გამცემდა ეს პასუხი დონალდ ტრამპი. აი მართლა მაინტერესებს, რას გაცემდი ამ პასუხი, როცა ჩემი სტატუსი ვუსვამ დონალდ ტრამპი. აი მართლა მაინტერესებს. ნუ მოკლეს, მშვიდობა იყო მსოფლიო, საერთო მსოფლიო, მთელი დედამიწა, მთელი ბირთვის დედამიწა და იყოს მშვიდობა. მადლობა ყურადღებისთვის და მართლა მაინტერესებს შედეგი, რას მოიტან დონალდ ტრამპის ამ პუტინთან დაკავშირებით. აი მართლა მაინტერესებს. ახლა რა შედეგი არის ახლა?
ესე იგი დალოდება და რაღაცაზე ისე მიდის ლაპარაკში და ომი დაუმთავრებელი ამბავია და ხალხი იხოცება ჯარისკაცებისა და ადამიანებისა. არ ვიცი რა. ეს უნდა დასრულდეს. აბა ველოდები დონალდი ტრამპი რა სიტყვის ჩემს სტატუსი რასაც ვამბობდი. შეძლებს პუტინის შეჩერება თუ იმას რას ვერ უმტკიცებ პუტინის დანაშაულს. მართლა მაინტერესებს აბა გაეცი პასუხი დონალდ ტრამპი. მართლა მაინტერესებს.